ამბავი იყო, რომ დაიბარეს ეს რა ქვია, ეს რაღაც არასწორი ტურა რო ყავს ეს დინარად. დაიბარეს სპეციალურად იმ ამერიკაში და ძირითადად ჰქონდათ ორი თემა. ერთი ირანი, რაზეც ელაპარაკენ ძალიან მკაცრად, ძალიან, ну რა ვიცი ეს. რაღაცნაირად რბილად რო ვთქვათ, აუხსნეს რომ უკანალს გადააკრავენ სახეზე თუ კიდე გააგრძელებენ ესენი ირანზე ეგეთ მოქცევას რა, იმიტომ რომ იქ რაღაც გადაწყვეტილებები უკვე არის მიღებული, რაშიც საქართველოს ფიგურირებს და ის გადაწყვეტილებები აუცილებლად აღსრულდება და ესენი თუ ხელს შეუშლიან, ანუ ის არის გადაწყვეტილი და ესენი კიდე იქნებიან თუ არა, ეგ არ არის გადაწყვეტილი და ეგ აუხსნეს. და ნუ მეორე იყო ნარკოტრაფიკი, რაზეც ამდენი ხანი ველოდებოდი, რაზეც უთხრეს რომ ყველანაირ ზღვარს გაცდა ეს ყველაფერი და იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება. და ეგ ყოფილა უკვე საქართველოში ადრე, როცა მისმა ანტაგონისტმა ბადრიმ და ბერეზოვსკიმ მოახერხეს ეს ნარკოტრაფიკის აქ გაყვანა, მაშინ გაჭრა. თამაზაშვილებთან და ახათ არგამაძესთან და კალაშოვთან და ემათთან ერთად პანკისიდან. ხო, მაშინ ამერიკელებს მოუწიათ ველზე მუშაობა, ის უფლებაც არ ჰქონდათ და ნუ მე რაღაც რადგან არ იყვნენ, მაგრამ არ იყვნენ, ეს დაბრალდა ალასანიას რომ აგანქნა ეს ყველაფერი, ხო? ხოდა და აღჭურვილის პროგრამა გახსოვს და რეალურად ეს იმდენად პიონერული თემაა, რომ მაშინ იყო ეს ეხლა, როდესაც მექსიკის კარტელებს ზეომებიან და რაღაც უცებ რაღაც საქართველოში ესეთი რაღაცის კეთება, ესე უპარაგონოთ, ამას რო არაპატიებდნენ, ეგ გასაგებია. ხოდა აი ეს ყველაფერი ელაპარაკენ, ნუ ირანზე პირველ რიგში. და რა გამოვიდა, რომ ეს ჩამოვიდა საქართველოში, მაგრამ უკავშირი ხო არა აქვს. დინარაძე ხო ვერ იტყოდა რომ გლუვო ჩამოვედი და აი უნდა გითხრა არ ხდება ეგრე ის გლუვი როცა მოინდომებს იტყვის რომ აბა ის თუ ჩამოვიდა მომიტანეთ და რაღაცა აბა ისა ხო და აი ამ დროის გამოვიდა საერთოდ კატასტროფა აი ეს ყველაფერი აუხსნეს ეს ტიპი ჩამოვიდა საქართველოში და იმ ღამეს აანთეს ანძა ირანის ფერებში რა